Слушаю. Ну что там? Не было группы, да? Игорь Сергеевич, значит, на завтра наметили на без 15:02 или на 2 часа где-то так. Вот так, да? Ну. Может, завтра надо с этим делом закончить, наверное, переводить. Да я бы сегодня, блин, закончил бы, господи, ну. И на без 15:02 или на 2 часа. სასტრაფოდ გორში ტერაქტი მოხდა და გამოგზავნა ჯგუფების დროს. ტერაქტია გორში. იყო დაახლოებით 2:30. საშინელი ხმები ისმოდა ტელეფონში. რაღაც გაუგებარი სიტუაცია იყო, ისმოდა პივილი, ყვირილი. გაუგებარი ხმები და ერთადერთი რაც მოასწრო ეთქვა, თქვა რომ აგვაკეთეს. მომენტალურად წნევა შეიცვალა ოთახში. თითქოს აერი შეიკუმშა. შემდეგ მომენტალურად გაფართოვდა. აფეთქების რაიმე ხმა არ გაგვიგია. ხმა გავიგეთ მას შემდეგ, რაც ტალღამ დაამსხვრია ფანჯარა. დარტყმის ძალა იმდენად ძლიერი იყო, რომ გაინგრა კარები და ოთახში მყოფები დერეფანში გაგვისროლა. უყდარ იყო განმეორებითი აფეთქება, რაც ხშირად ხდება ხოლმე ასეთ შემთხვევაში, მაშინვე შევეცადეთ ამ ხალხის მასის კონტროლქვეშ მოქცევა, რომ როგორღაც გაგვეყვანა შემთხვევის ადგილიდან. ყველა თავის დაჭრილს ეძებს, ყველა თავის დაღუპულს ეძებს. აქ არის რაღაც შემზარავი ჯოჯოხეთური ქაოსი. დაზარალებულებს დაჭრილების მოყვანას ბოლო არ უჩანდა. დაახლოებით შემდეგ როგორც დაიწყო და დაითვალა ყველა გატარდა აღერიცხეს. მოსახიშრებული ადამიანები საკმაოდ 120 მიაღწია. მათმა